ჟურნალისტის და სტუმარიც რომ მე მასხამთ, ეს რა არის ვერ გავიგე. ჟურნალისტი რისი უნდა იყოს, რომ ნეიტრალური მხარე დაიჭიროს, ხომ ასეა? გამეცი მაგაზე პასუხი. შენ კიდე მთელი ტელევიზიის წინაშე ქალბატონი კარტა, ბატონი ჯირო ვაი ასეთია, ვაი ისეთია, ქალბატონი კარტა მაღალფარდოვანია, განათლებულია. მე ვინ ვარ? ვინ ვარ მე? ჩემ ახალგაზრდობაში მსგავსი რამე არ იყო. აი ბატონო. ჩვენ რო ერთი წუთი დამასრულებინეთ, თქვენ არავის არ მოგეკითხათ თქვენთვის აზრი. მე როცა ეს მეკითხებიან მარტო. ანგელოზი ხარ, შენ მთიანი მაცადე. აუ გაიქცა. ხოდა, გესმის? აი, დოინჯი დამიდექი აქ. ხელი უნდა გამარტყა? ვერც გამარტყა ხელს. იმიტომ რომ კათეტერი მიდგას ახლა გულში და გავამწყობინებ ახლა სულ ჩემ გულს. უბრალოდ მე ძალიან გამნადგურდი ახლა, ეს რაც ხალხმა ნახა, ეს არის უბრალოდ კატასტროფა. შენ ხო გესმის ჩემი? მე დიახ რომ მეუნები ახლა რომ მიქნევ თავს, იმ მომენტში ქალბატონი კარტა რატო არ გააჩერდა, არ უთხარინო ქალბატონო კარტა, მოდი დავასრულებინოთ ბატონო ჯიოს თავისი აზრი. მოდი თუ მოვიწვიეთ ბარემ პატივიცეთ ბოლომდე. სულ ვაი სახილით ვიყავი, მაგრამ მოვედი. დააფიქსირეთ კაცო, მე რას ვიძახი ცუც, ყველა მოხვალთ ჩემ ასაკამდე. თული პერიოდი ყველა შექნება ცხოვრებაში. მე მოვედი თქვენ შენ გეცი პატივი და შენ ტელევიზიას ვეცი პატივი, მე და პატივი არავინ დამცა. კვერცხი რო ქონოდა ალბათ კვერცხსაც მესროდა. მას მოუმატე ცოტა. ბიჭო კრიტიკის ატალა გასაგებია, მაგრამ მე ხო ჩემი აზრი უნდა დავაფიქსირო, ახლა გულმა დამარტყას თქვენ რაციზმთ. ამას არ გააშუქებთ, მე ვიცი ეს. არე კარდა იტყვით რომ შემთხვევითობა იყო და რა იყო შემთხვევითობა? აც ორი გული მიჭირავს ხელით. ერთი კბილებით. პროს არ ვიცი მე სადამდე მიდის ეს ტელევიზია და განვითარება. ხომ ხვდები? თორე ფიქსირებდი რა იყო ყველაფრის ამის მიზეზი. რა თვითონაც ძალიან კარგად იცის ეს. მართალია. მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ვიღაცებს რაღაცების გამო რაღაცები მოუწყო. მე მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი მნენიე მქონია. ჩემი მნენიე ჩემ პიროვნულ მეზს წარმოადგენს, ხომ გამიგეთ? ახლა უბრალოდ ძალიან დიდი პოდრიში ანერვიულებული ვარ, ჩემ ეკიპთან უნდა წავიდე, უნდა გავესინჯო გულზე, იქნება დამარტყა და მოვკდე საბოლოოდ, მე და თქვენ შემიჭროთ თქვენმა ტელევიზიამ. უი დედა